გამარჯობა, მე ვარ მეგი და ამ ვიდეოში ვისაუბრებ საბანკო გარანტიაზე. საბანკო გარანტია არის ბანკის ოფიციალური ვალდებულება, რომ განსაზღვრულ პირობებში დაფარავს თანხას ბენეფიციარის სასარგებლოდ, თუ მეწარმე ვერ შეასრულებს საკუთარ კონტრაქტულ ვალდებულებებს. ეს წარმოადგენს ფინანსურ უზრუნველყოფას, რომელიც უზრუნველყოფს სანდოობასა და უსაფრთხოებას სამეწარმეო ურთიერთობებში. საბანკო გარანტია არის ნდობისა და ფინანსური სტაბილურობის მტკიცებულება, რომელიც მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მეტი შეკვეთა, მოიგოს ტენდერები და გააფართოვოს საქმიანობა ნაკლები ფინანსური რისკით. მეწარმისთვის საბანკო გარანტიას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. სანდოობის გაზრდა, კონკურენტუნარიანობის ზრდა ტენდერებში, ფულადი რესურსების შენარჩუნება და დაცვის მექანიზმი კონტრაქტორებისთვისაც. საბანკო გარანტია გამოიყენება, როდესაც საჭიროა ნდობისა და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომერციულ ან სახელმწიფო გარიგებებში, ტენდერებში მონაწილეობისას, კონტრაქტების შესრულების დროს, წინასწარი გადახდის უზრუნველყოფისთვის და გარანტიული ვალდებულებების შესრულების დროს. საბანკო გარანტიაში შემდეგი მხარეებია ჩართული. ბანკი, როგორც გარანტორი, გასცემს გარანტიას, ბენეფიციარი, ვის სასარგებლოდაც გაიცემა გარანტია, მოვალე, პრინციპალი, მეწარმე, ბანკის მომხმარებელი, რომლის ვალდებულებასაც გარანტია უზრუნველყოფს. საბანკო გარანტიის მიღებისა და გამოყენების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს. მეწარმესა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ბენეფიციარი ითხოვს გარანტიას, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში. მეწარმე მიმართავს ბანკს გარანტიის გასაცემად, ბანკი აკეთებს ფინანსურ მოკვლევას. ბანკი გასცემს გარანტიას წერილობით დოკუმენტს. თუ მეწარმე ასრულებს ვალდებულებას, გარანტია ვადის გასვლის შემდეგ უქმდება. ხოლო თუ ვალდებულება არ სრულდება, ბენეფიციარი მიმართავს ბანკს და იღებს გარანტიაში მითითებულ თანხას. შემდეგ ბანკი თანხას მოითხოვს მეწარმისგან. გარანტიის მისაღებად საჭიროა სანდოობა, ფინანსური გამჭვირვალობა და კონტრაქტი, რომელიც აჩვენებს გარანტიის მიზანს. გარანტიებს ძირითადად ორი ტიპის საფინანსო ორგანიზაციას თავაზობს მომხმარებლებს. ბანკები გასცემენ საბანკო გარანტიებს და სადაზღვეო კომპანიები გასცემენ სადაზღვეო გარანტიებს, ანუ გარანტიის ტიპის სადაზღვეო პოლისებს. გარანტიის ძირითადი ტიპებია. საფინანსო გარანტია. ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი პირობას დებს, რომ თუ ვალდებულების შემსრულებელი, მაგალითად კომპანია, ვერ გადაიხდის თანხას, ბანკი გადაიხდის მის მაგივრად. მაგალითად, კომპანია ვერ ასრულებს კონტრაქტს, ბანკი ფარავს ზარალს. შესრულების გარანტია. გარანტორი პირობას დებს, რომ კონტრაქტორი შეასრულებს სამუშაოს, როგორც შეთანხმებულია. მაგალითად, მშენებელი თუ არ დაასრულებს შენობას, ბანკი ან სხვა გარანტორი გადაიხდის ზარალს. გადახდის გარანტია. გარანტორი უზრუნველყოფს, რომ მყიდველი გადაუხდის პროდუქტის ან მომსახურების ფასს გამყიდველს. მაგალითად, კომპანია შეუკვეთავს საქონელს, გარანტია იცავს გამყიდველს თანხის გადაუხდელობისგან. ტენდერში მონაწილეობის გარანტია. გარანტია იმისა, რომ ტენდერში მონაწილე გამარჯვების შემთხვევაში გააფორმებს ხელშეკრულებას, თუ არა გარანტიის თანხა იკარგება. წინასწარი გადახდის გარანტია. თუ მიმწოდებელმა მიიღო წინასწარი თანხა და ვერ შეასრულა ვალდებულება, გარანტორი უბრუნებს ამ თანხას მყიდველს. საბანკო გარანტია სანდოობისა და უსაფრთხოების მექანიზმია, რომელიც ზრდის ნდობას ბიზნესსა და კონტრაქტის მხარეებს შორის. ამცირებს რისკს და უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას.